მოგესალმებით დადგა სამშაბათის საღამოს 8 ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგიგო ყველა ის ადამიანი ის განსასაზაში ნახართ ბედნიერება სიხარულით და გისურვოთ პატიმრობასაში ნამყოფი ქართველი და ის ადამიანები ვინც უცხოეთში ხართ ყველა სიხარულით და გისურვოთ აი ხა აი ამას წინათ აი სულ რამოდენიმე დღის წინ მეუფე სერაფიმეს ქონდა 30 წელი გახდა რაც ეპისკოპოსი გახდა და მის ღონისძიება იყო ესეთი და ბორჯომლები იყვნენ ჩამოსული მთელი ბორჯომი ჩამოვიდა ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისათვის ყველა იმ ადამიანს ვინც მიიღეთ მონაწილეობა და მადლობა ერთგულ ადამიანებს იმ ერთგულებს რომლებიც ესე ახსოვს ყოველთვის მეუფე სერაფიმე ხოლმე მეუფე დანიელი იყო და მოვიკითხო ამ დიდ ხალხს და ესეთ ლამაზ ადამიანებზე დგას მართლა საქართველოს დიდი მადლობა რომ ეს ადამიანები არიან და ბედნიერი ვარ რომ აი ეს ხალხი საქართველოს ყავს რა მართლა აი ულამაზეს მხარია თვითონ ბორჯომი იქაური სასულიერო პირები და ის ადამიანები რომლებიც აი ყოველთვის რაღაცნაირად გამოირჩევით და დიდი მადლობა თქვენ ყველას და მადლობა ღმერთს იმისათვის რომ არსებობს ჩვენს ცხოვრებაში ის ადამიანი რომელიც აი ყოველთვის ის იმდენად მიყვარს რომ უკან აი ფოტოები რო არის ხოლმე სულ აი მამა ლუკას სურათი იქაც მაქვს სუპატაშვილის რომელიც საქართველოს ყავს და აი ბედნიერი ვარ მამა მართლა თქვენ რო არსებობთ და მამა ეს გამორჩეულობა აი რამდენად არის თუ შეიძლება კითხვა ესეთი წამომივიდა რაღაცა აი ხა მეუფე დანიელი რო ახსენე ისო ახსენე არიან გამორჩეული ესეთი დიდი ხალხი არიან ეს ბორჯომლები საერთოდ თვითონ ულამაზესი ადამიანები მეუფე დანიელზე არის მიბარებული ეს ეპარქია დღეს და მაგიტომ რაღაცნაირად აი სასწაული ხალხი არიან რა და თუ შეიძლება აი როგორ უნდა გამოირჩიეს ადამიანი და ყველა გამორჩეულები ვართ მაგრამ როგორ უნდა პოვოს რეალიზება მამო ადამიანმა მისი თავის რა თუ შეიძლება იმიტომ რომ დღეს რაღაცნაირად რეალიზდებიან უფრო უხეშად ცუდად და რაღაცა და არ არის თლათ ესე საქმე ხო შეგიძლია რომ კარგი აკეთო ღვთისკენ იყო და რეალიზდე ვიდრე აი რაღაცნაირად აი ბოლო დროიდან მოვლენებიდან როგორ სიუხეშემ იჩინა ხო თავი ჩვენის მხრიდან ხო თუ შეიძლება მამო აი როგორ რეალიზდე და როგორ დავიმკვიდროთ აი ღმერთის წინაშე თავი მე დიდი მადლობა რომ ხარ მეც შევმადლობა დიდი მადლობა და ძალიან თბილი და გულიანი მოკითხვისთვის და წარმოჩენისთვის და მეც შევუერთდები მოლოცვას და მინდა რომ მეუფე დანიელს მეუფე სერაფიმეს ბორჯომელ სასულიერო პირებს ბორჯომელ მრევლს ყველას წინსვლა უსურვო იმიტომ რომ მახსოვს ერთი უცხოელის ნათქვამი რომ რას ამბობთ ბორჯომბაკურიანიო ეს არის 64 დედამიწაზეო და იმდენად განიცადა ამ ადამიანმა იქაურობა და მართლაც ესეთია შეიძლება ჩვენ ქართველები შეჩვეული ვართ ამ ბუნების სილამაზეს მაგრამ იქ მართლა 64-ია და თუ 64-ია და მთელი საქართველოს 64-ს გავს მაშინ ჩვენც უნდა ანგელოზებს მივემსგავსოთ ანგელოზი ზოგადად არის აი წმინდანებს ესე ახასიათებდნენ რომ ეს არის ზეცის მოქალაქე და ქვეყნის ანგელოზი ესე იგი ზეცის კანონებით ცხოვრობს ზეცის მოქალაქეა მაგრამ ამ ქვეყანაზე ანგელოზია ანუ სიკეთის მომტანია ამ ქვეყნისთვის და აი სწორედ ეს უნდა შეძლოს ადამიანმა და რა თქმა უნდა როდესაც მასში ეს უდიდესი სიკეთე და უდიდესი ენერგია განხორციელდება რაც არის საღვთო მადლი აი ნუ შეუძლებელია რომ ბედნიერი არისო შეუძლებელია რომ სიხარულით სავსე არისო ამიტომ აი ბუნებრივია რომ ჩვენ ყველამ ეს უნდა ვეცადოთ ეხლა ღვთისმშობლის წილხდომილობის ასე ვთქვათ ვირა ხო ანდრე პირველწოდებულის ხსენება იყო აწყურის ხატი მობრძანდება ეს ყველაფერი არის ჩვენი ისტორია და აი ის მთავარი ღირებულებები რომლისთვისაც ჩვენიერი ცხოვრობდა რომლისთვისაც ცხოვრობდა კი არა მხოლოდ არამედ თავსაც წირავდნენ კიდეც როგორც ილია ამბობს რომ ჩვენს მამულსო გადაუღեղეთო მკერდიო და ზედო ქრისტიანობას დაუდგითო ტაძარიო ქვებათო ჩვენი ძვლები ვიხმარეთო და კირათ ჩვენი სისხლიო ყველაფერი გავწირეთ ყველაფერი შევწირეთ და მაინც გადავარჩინეთ აი ამას აკეთებდა ჩვენ წინაპართაგან ის ვისაც ჰქონდა ძალიან მყარი ღირებულებები და თუ ჩვენ გვინდა რომ ბედნიერი ვიყოთ რა თქმა უნდა ჩვენც უნდა გქონდეს ღირებულებები ვინ ვართ რისთვის ცხოვრობთ აი რატომ ძალიან მაგარი კითხვა არის რატომ აი რატომ ვცხოვრობ რატომ ვარ მე ქრისტიანი რატომ დავიბადე საქართველოში რატომ ვარ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილი ეს ყველაფერი რატომ მიმიყვანს ძალიან ესეთი დიდებულ ღირებულებამდე
რომლისთვისაც ღირს ცხოვრება და რომლისთვისაც ღირს საერთოდ ცხოვრება ამ ქვეყანაზე. და ბუნებრივია, რაც გაგღირებულება, მე უკვე მიზნებიც იმის მიხედვით ლაგდება და მიზნიანი ადამიანი ძლიერი პიროვნებაა. იცის, რას გააკეთებს. აი, ხვალ რა მოხდება, არ იცის. ვისაც ძლიერი ღირებულებები აქვს, ნამდვილი ღირებულებები აქვს. აი, მამული ენა და სარწმუნოება ეს ილიას და ანატოვარის საოცარი. ესე იგი, ხვალ რა მოხდება, არ იცის, როგორც ყველა ადამიანმა არ იცის, მაგრამ აი რას არ გააკეთებს, როგორ იცხოვრებს, ეს მისი იქნება. ჩვენ ვერ განსაზღვრავთ, რამდენი ხანი ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაზე, ან როდის გავალთ ამ ქვეყანაზე, მაგრამ უნდა განსაზღვრავთ, რას არ გავაკეთებთ, როგორ არ მოვიქცევით და როგორ გადავწყვიტავთ ან ცხოვრებას, ან ამ ქვეყნიდან გასვლას. იმიტომ რომ ჩვენ ამათი ასეთი ადამიანების მაგალითი ძალიან ბევრი გვაქვს. გვეყოფა, მეტი რო არ გქონდეს მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ანდერძი გვეყოფა, რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო. ესე იგი, სიკვდილისაც არ უნდა გეშინოდეს. იმიტომ რომ რეალობაში ეს ქვეყანა მაინც დროებითია და ეს ქვეყანა სიკვდილის შიშით თუ გალია ადამიანმა, ის ძალიან პატარა იქნება სულიერად. მაგრამ თუ სიკვდილის შიში არ გექნა, ერთი წმინდანი ამბობს, რომ სიკვდილიო ესე არისო, თუ გეშინიაო, ყოველთვის დაგსდევსო და თუ არ გეშინიაო, ყოველთვის გაგირბისო. და მართლაც ძალიან დიდი სიკეთე, აი ფსიქოლოგების ანალიზი რო ავიღოთ და მეცნიერულად განგარიშებული, ნებისმიერი პრობლემა ადამიანში ეს არის სიკვდილის შიშიდან გამომდინარე. ეს არის საძირკველი, რომელზეც მერე ნებისმიერი პრობლემა თავის ადგილს პოულობს. და თუ ჩვენ ამ საძირკველს გამოვაცლით და ჩვენ აი ქრისტეს აღდგომა განვიცადეთ და ახლა იმ პერიოდში ვართ რა, როდესაც ქრისტიანები ქრისტე აღდგათ ეძალმებიან ერთმანეთს და ახარებენ ერთმანეთს, რომ რა არის, იცი, სიკვდილს ძალა არ ქონია, ღმერთმა ეს გააუქმა და შენ ვინ ხარ, იცი, შენ ღმერთი ხარ. იმიტომ რომ ღმერთის შვილი ღმერთია. ადამიანის შვილი ადამიანია. რა ვიცი, პირუტყვის შვილი პირუტყვია და ღმერთის შვილი ვინ არის? რა თქმა უნდა ღმერთი. წმინდა წერილშიც ხო არის, რომ არიცითო, რომ შვილნი ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი. და აი ეს რაღაცა ძალიან დიდი ღირსებაა, რომელი ღირსებაც, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა აღადგინოს თავის თავში და აი ქრისტე იმიტომ მოვიდა ღმერთი განკაცდაო, რომ კაცი ღმერთი გახდესო და აი ყველაფერი უკვე ლაგდება, როდესაც ადამიანი იპოვის ღმერთს, მაგრამ თავის თავს როდესაც იპოვის, რომ თურმე ისიც ღმერთია. ესე იგი, ღმერთმა ყველაფერი მოგცა ჩვენ და ჩვენ არაფრით არ გამსხვავდებით ღმერთისგან, ჩვენი სულით, არაფრით არ გამსხვავდებით. ერთია მხოლოდ სხვაობა, ღმერთია დაუბადებელი და ყოველივეს შემოქმედი, ხოლო ჩვენ ვართ ქმნილება და დაბადებული და ქმნილება, მაგრამ დანარჩენში ყველაფერში ღმერთს ვმსგავსებით. ქრისტეც ხო ესე ლოცულობს ჯვარცმის წინ რამდენიმე დღით ადრე, რომ ესე იგი სადაც მე ვიქნებიო, იქ რო იყოსო ყველა ჩემი ერთგულიო. ესე იგი ღმერთთან თანამყოფობა ეს არის ღვთიური კურთხევა. ჩვენი ნება რა არის, ეს უკვე თითოეულს ჩვენი ნება და სურვილი და გემოვნება და მიზანი და ცხოვრება გვაქვს. მაგრამ ზოგადად ადამიანი რასაც დაისახავს ცხოვრების მიზნად, მერე ისეთია მისი ცხოვრება, ისე ლაგდება მისი ცხოვრება. ასე რომ თუ ღმერთია ჩვენი მიზანი და როგორც ილია ამბობს მამული ენა და სარწმუნოება, მაშინ ძალიან კულტურული ხარ. იმიტომ რომ შენ თავზე მეტად გიყვარს ღმერთიც, სამშობლოც, შენი წინაპრის მონაპოვარი წმინდა კულტურა, წინაპარში გულისხმობ არა მარტო საქართველოს, არამედ სიკეთე, ვისაც ამ ქვეყანაზე ესე იგი დაუთესია, იმის თამომავალი ვარ მე და ის კულტურა უნდა განვახორციელოთ ჩემში. თვითონ კულტურა ამას ქვია, რომ ფრანგული სიტყვიდან მოდის და ქვია აი მიტის კულტივაცია ამ სიტყვიდან მოდის, როდესაც სარეველას სპობ, რომ სიკეთისთვის, ესე კეთილი თესლისთვის მოამზადო ნიადაგი.
და თუ ადამიანი თავის თავში სპობს რაღაცა უკეთურებას სარეველებს ასე ვთქვათ ის არის კულტურული ადამიანი და აი ჩვენ ეს უნიკალური კულტურა შევქმნით ჩვენი ისტორიის მანძილზე კონკრეტულად ქართველებმა ისეთი კულტურა შეიქმნა სადაც ეშმაკს არ დაედგომებოდა და საერთოდ ახლა კლასიკა რაც არის მსოფლიოში შექმნილი მახსოვს ერთი ფილოსოფოსი ამბობდა რომ ბეთჰოვენი არ აძლევდაო ეშმაკსო თავის ნაწარმოებებში ერთი ბგერის ჩასწორების საშუალებასაცო და ამიტომ არის კლასიკოსი კლასიკა რომ იქ დემონი არ არის თორე ყველანაირი კულტურა ყველანაირი თეატრი ყველანაირი მუსიკა ყველანაირი ლექსი ყველანაირი მოთხოვნა ეს არა შეიძლება არც იყოს კულტურა და იქ უფრო დემონური იყოს ვიდრე ღვთაებრივი ხო და ამიტომ რა თქმა უნდა ამის გარჩევის უნარი ჩვენ ოდითგანვე გქონდა და დღესაც აქტუალურია ეს თემა და ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა არის ღვთისგან მოსული კულტურა და რა არის კიდე დემონისგან ჩანერგილი ასე ვთქვათ კულტურა რომელიც ცდილობს რომ შენ საღვთო გზიდან გადაგაშოროს და სამწუხაროდ ასეთი ფაქტები ჩვენს ერშიც არის მსოფლიოშიც არის მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩემს გულში ეს არ უნდა მოხდეს შენს გულში და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი და სრული ძალაუფლება მაქვს. მე რომელ ეპოქაშიც არ უნდა ვცხოვრობდე, მე მაქვს ძალაუფლება ჩემს გულზე, უნდა მქონდეს ძალაუფლება ჩემს გულზე, რომ იქ არ შეიჭრას არაფერი ის, რაც სიწმინდეს, სიკეთეს, სიხარულს, მშვიდობას, ნეტარებას, ბედნიერებას, აი ამ ყველაფერს ღმერთს საბოლოო ჯამში ეწინააღმდეგება. თორე მე თუ მოვიწამლე მე სულიერად მე შევწყვეტ არსებობას და ქრისტესგან ნახადაგები ესეა რომ ადამიანი თუ მოწყდა ღმერთს ის კვდება ესე იგი ამ დროს შეიძლება ბიოლოგიურად ცოცხლობს ფიზიკურად მაგრამ ის ცოცხლად არ ითვლება ის არის მკვდარი ქრისტე ხო ამბობს ერთგან რომ ვინც ჩემს სიტყვას მოისმენსო და აღასრულებსო ის გარდაიცვლებაო სიკვდილისაგან ცხოვრებაშიო ესე იგი ადამიანი რომელსაც ღვთისას არ ისმენს და უღმერთოდ ცხოვრობს ის მკვდრად იწოდება მკვდრად და ახლა ბიოლოგიურად შეიძლება პირუტყვივით რამდენიმე წელიწადი იცხოვროს ამ ქვეყანაზე მაგრამ არც ამ ქვეყანაზე ივარგებს მისი ცხოვრება და მარადიულად ხო რა თქმა უნდა დამარცხებული იქნება და მადლობა ღმერთს რომ ჩვენ ისეთი ერის წარმომადგენლები ვართ ისეთ ქვეყანაში დავიბადეთ სადაც რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია, სადაც უფლის კვართია, ყველაზე დიდი სიწმინდე მსოფლიოში, ეს არის უფლის კვართი. ყველაზე დიდი სიწმინდე, ქრისტეს ნაცვალი მადლია ეს, რომელიც დარჩა ამ ქვეყანაზე. ძველი აღთქმის ყველაზე დიდი სიწმინდე, რომელიც ვთქვათ, აღთქმის კიდობანი დაკარგულია, მაგრამ აი ელიას ხალენი არის დარჩენილი, რომელიც ასევე საქართველოშია და როგორც ერთი ძველი ქართველი ღვთისმეტყველი ამბობს, აღმოაცენებს სიკეთეს და მადლს ამ ქვეყანაში და ჩვენ გვგრძნობთ რამხელა მადლია ამ ქვეყანაში. აღმოსავლეთში უფლის კვართია, დასავლეთში ღვთისმშობლის კვართია, ეს რაღაცა საოცარი მადლია და ეს მადლი და წყალობა აღმოცენდება ყოველთვის. მე მძინავს თუ დგევარ თუ წევარ თუ მორწმუნე ვარ თუ ურწმუნო ვარ, ეს მადლი აღმოცენდება როგორც მზიანათებს ისე. და აი ჩვენი ღირებულებები უნდა გავხადოთ ეს. დიდგორის მეომრების შთამომავლები ვართ ჩვენ, 100,000 მოწამის შთამომავლები ვართ ჩვენ და მე სულ მიკვირდა მათი ეს გაბედულება, მათი ეს მე მაგალითად მოუნათლავ ვიყავი და საერთოდ ვიყავი 15-16 წლის წინ 15-16 წლის, როდესაც პირველად წავიკითხე ქართლის ცხოვრებაში ეს ერთი აბზაცი 100,000 მოწამის შესახებ. და მე ძალიან იმოქმედა ჩემზე, იმიტომ რომ რელიგია არ ვიცოდი რა იყო. საერთოდ არ ვიცოდი, ვერ ხვდებოდი რა იყო. ლოგიკას ვერ ხვდებოდი, თორე როგორ არ გამიგია, რომ ტაძრები ავაგეთ და ასე შემდგომ. და ქრისტიანობას ხედავდი ნაშთს, მაგრამ აი ლოგიკურად რა საჭირო იყო ვერ ხვდებოდი და საერთოდ მე რომ წავიკითხე ეს რომ 100,000 ადამიანმა ხატებს შეურაცხყოფა არ მიაყენა ანუ არ დააფურთხა ფეხით არ გადაუარა და ამიტომ თავი მოკვეთეს და მე
7 დღის მანძილზე ეს 200,000-იანი მხედრობა ითვლიდა ამ ხალხისგან სახლებიდან ამოღებულ ქონებას მე სახდად დავრჩი რომ უმდიდრესი ქვეყანა ვართ 2-3 საუკუნის მანძილზე მარტო მდიდრდებით მარტო შრომობთ დამარცხება არ არსებობს ჩვენი დავაგროვეთ ეს დოვლათი და არც ის არ შეენანათ და ხატებს არ მიაყენეთ შეურაცხყოფა და ეს მე მახსოვს დღესაც მახსოვს რომ აი გამაშეშა ამან ეგრევე დათმეს უფრო სწორად ხო ეგრევე აი არ დაუკვირდნენ ისე დათმეს თავის მთელი ქონება და ის და არა ნუ რა თქმა უნდა ესე იგი მათთვის არ იყო მთავარი ამ ქვეყნიური ცხოვრება და მათ ესე იგი შინაგანად ესმოდათ რომ ეს ქვეყანა დროებითია და ღმერთთან ერთად მყოფობა მარადიული მდგომარეობაა და აი დღეს და მე ეს ოქროს ხანა დამთავრდა საქართველოში და ჟამთააღწერელი ხო წერს დასკვნის სახით რომ ქართველებმა დაივიწყეს ღმერთის სიყვარული და ამ ქვეყნიურ შვებასიამეს მისცეს თავი დღესაც ეს მდგომარეობა გვაქვს ანუ ესე იგი ჩვენ არ თვლით რომ დროებით სამყაროში ვართ და სანამ ვართ უნდა ვსვათ, ჭამოთ, მოვიპოვოთ, გავდიდდეთ, გავიზარდოთ, ჯამთელად ვიყოთ, ძალაუფლება მოვიპოვოთ და ასე კარგად ვიყოთ და ასე შემდგომ. და ვიცხოვროთ ასე კმაყოფილი, ვთქვათ 100 წელი და 100 წლის მერე რა ხდება, მერე აი ამის ფილოსოფია აღარ ყოფნის. ანუ აღარ ვიცით ეს. ზოგადად ერმა, მაგრამ აი ჩვენი წინაპრისთვის ყოველთვის ეს ქვეყანა იყო დროებითი, ხოლო ღმერთის წინაშე იყო მარადიული. ნუ წმინდანები საოცრებებს აკეთებდნენ, ხო? აი კვირიკა 3 წლის იყო, რომელსაც აძალებდნენ თვალწინ დედა მოუკლეს, რომელმაც კერპს თაყვანი არცა და მერე შვილს აიძულებდნენ კერპისთვის თაყვანი ეცა და ამ საოცარმა ადამიანმა ღვთის განგებით და ძალით თქვა რომ მეო ქრისტიანი ვარ და აი ეს საოცარი მომენტია ანდა დიდგორის მეომრები უკან გასაკცევ გზას რო ხერგავ ანდა 200 მხედარი რო გამოეყო მათ ხო იცოდნენ რომ 5 წუთში არც ერთი მათგანი ცოტა კი დედამ რო ესე იგი мама არ იხსენება და мама ასეთი ოჯახის უფროსი ალბათ უკვე ომებში იყო გარდა დაღუპული და დედა იყო უფროსი დარჩენილი და თვალწინ ანუ სადღაც 3 საათი გაგრძელდა ეს ბრძოლა თუ 4 საათი აი მარავდის ბრძოლა და 10 შვილი დაეღუპა 10 შვილი და მან დროშა გამოიტანა აი უბრალოდ ამაზე დიდი ღირებულება არ არსებობს როდესაც შენ თავზე მეტად გიყვარს მაგრამ დღეს რო დაუბრუნდეთ ჩვენს რეალობაში მე ჩემ თავს უნდა ვკითხო რა მიყვარს ჩემ თავზე მეტად ხო აი რა მიყვარს თუ რამე მიყვარს უნდა ვიცოდე რა მიყვარს ჩემ თავზე მეტად რო იმას ეკითხე ხო მაგრამ დღეს სოფლიოში გამარჯვებული იდეოლოგია გამარჯვებული რელიგია ეს არის საკუთარი თავის სიყვარული ანუ სიამოვნების მოყვარეობა ანუ ამპარტავნებას რამდენიმე გამოვლინება აქვს და ერთ-ერთი არის სიამოვნების მოყვარეობა და დღეს მაგალითად აი ადამიანს არ უკვირს ეს რომ ჩემი სიამოვნების გამო აი ეს უნდა გავაკეთო მე ახლა რო შევჭამ უნდა ვისიამოვნო მე რო დავლე უნდა ვისიამოვნო მე თუ არ მსიამოვნებს არ უნდა გავაკეთო აი ეს გმართავს ზოგადად კი ვიცით ყველამ რომ ვთქვათ ამპარტავანი ვარ. შეიძლება თქვა რომ ამპარტავანი ვარ, მაგრამ ეს ცოტა ზედაპირულია. აი უნდა ჩაუღრმავდეთ ამას. აი იონეს სინელს აქვს ეს საოცარი სიღრმე და წიაღსვლები, რომ აი შეგიყვანოს, აი ვთქვათ რას ნიშნავს ამპარტავნება და როგორ გამოიხატება ის და ერთ-ერთი არის ეს სიამოვნების მოყვარეობა, ფუფუნების მოყვარეობა, ძალაუფლების მოყვარეობა, შენ ჭკუაზე რო იაროს ყველამ აი ამის მოყვარეობა და ეს უნდა შეაჩეროს ადამიანმა, თორემ ღირებულებებს, ღირსეულ ღირებულებებს ვერასდროს ვერ დაიყენებს თავის წინ. ქრისტე, ღმერთი, როდესაც გვაძლევს მცნებებს, თქვა მოსეს მისცა სინასთაზე ღმერთმა ხომ მცნებები მოსეს. და იქ მცნებები ესეა მოცემული, რომ აი სიკეთე აკეთე, მოწყალდება გაეცი, ილოცე და რაღაცა იმარხულე, ესეთი რამე კი არაა ნათქვამი. ნათქვამია არაკაცკლა არა იპარო, არა ესე იგი რა არ უნდა გააკეთო და ადამიანმაც
ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რა არ უნდა გავაკეთო, რა არის არასწორი ის. ილია ჭავჭავაძე ხო ამბობს, ყოველ დღეს შენ თავს კითხე, აბა მე დღეს ვისრა ვარგი, ესე იგი, ყოველ დღე რო ილოცებ საღამოთი, უნდა შეაჯამო შენი დღე. როგორი იყო ჩემი დღე? წარვემატე, ვინ ვიყავი დღეს? სიამოვნების მოყარე თუ ქრისტეს მოყარე? მაგრამ ნახეთ მამა, ეხა ადამიანები კითხვას სვამენ, მაგრამ ყველგან გონია თავი მართალი. აი ჩვენ ეხა მაგალითად რაც გვიჭირს, როგორ მივხვდეთ, რომ ვწდებით, იმიტომ რომ მართლა ადამიანურ თვალთახედვით შეიძლება მართალი იყო იქ ვიღაცას რომ არ დაუთმე, ვიღაცას ჭკუა ასწავლე, ვიღაც რაღაცა ეხა 1000 გამართლებებია, რომ მაგალითად უფროსზე იტყვი, რომ აი სიტყვაზე უფროსი ვარ და აი ამას ცოტა როზგი თუ არ მიეციან, წკეპლი თუ არ გადაათ. ხო, არის ხო ეს მომენტი სიტყვაზე, მაგრამ ამ დროს ეგრე ვეღარ იქნება ჩვენ რო გარდავიცვლებით და ესე ვეღარ იბატონებ, ხო? ამ შემთხვევაში მამო, აი ჩვენ სად უნდა ვიცოდეთ, მამო, რომ სიმართლე ეგრე, აი მამო, ამდენი ადამიანი რაღაც საპროტესტებს, ამდენი მეორე იცავს სიტყვაზე. ყველას მართალი გონია თავი, ხო? მართალი რო არ ეგონოს, ხო არ გააკეთებს ამ ყველაფერს, ხო? რაღაცა იდეოლოგიურად მართალი გონია თავი. შეიძლება არასწორი მეთოდებით იცავდნენ რაღაცეებს, ან აქეთ ამხარე, ან იქით ამხარე, მაგრამ იდეას ხომ მისდემი და გონიათ, რომ აი სამშობლოსაც ბევრი ადამიანი მაგალითად გამოდის, აი სასამართლო იქნება თუ რაღაცა და ამბობს, რომ მე აი ესე რაღაცა, ნუ ტყუდება, მაგრამ ამას ვერ გააგებინებ, იმიტომ რომ მართლა იმ წამს ვერ ეთქვი, მამო, ეხა ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რაღაც ფანატიკური მრევლია მაგალითად, თან ლიბერალი მრევლი არის, ან მოხდები, ვერ ვაგებინებ ხოლმე, მამო, იმ წამს, იმიტომ რომ არა აქვს აზრი, ხა აი ადამიანი მაგალითად მღვდელი, ჩვენი მღვდელი ამბობს, რომ ცეცხლის ანჯერ. ნუ ჩვენი როგორ არის მე არ ვიცი ამ შემთხვევაში, მაგრამ აღარც უცხებ უკვე კამაც, იმიტომ რომ ამას აზრი არ აქვს, იმიტომ ამ ხელა კაცი რო ხარ და 50 წლის რო ხარ და მე რო ეხა 15 წუთში ვერ დაგიმტკიცებდი, კარგად ვიცი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. არა, ეს ამას რწმენა ქვია, ან გწამს, ან არ გწამს და რწმენა ეხლა 2-ჯერ 2 რო 4-ია, ეს თავიდან მე კი არ ვიცოდი, მე ვირწმუნე. ტრენდია, პედაგოგის ვირწმუნე. რაღაცას ეწინააღმდეგები. თან ჩვენი ანუ ყველა საშიში ეგ არის, რომ ჩვენად რო ითვლება და საშიში რო არის. ხო ხდებით, აი როგორც აი პეტრეები და ტიპები რო იყვნენ, თვითონ ჩვენებად რო. დათა თუთაშხეში გახსოვს ეს მომენტი, დათას რო ყველა ეწინააღმდეგება იქ რაღაცა ხაფანგებია და აქო ერთი კაცის ხელიაო. აქო ერთი კაცის ხელია და ამაშიც მე ხა მთელი ცხოვრება 68 წელს 1968 წელს დავიბადე და სულ თავიდან ვხედავ, რომ ვიღაცა ჩვენ გვაპირისპირებს ერთმანეთთან. ეშმაკი. ეშმაკიც, მაგრამ აი მაგალითად ჩინური ომის ხელოვნება ესეთი საოცარი წიგნია სუნძის და იქ არის ესეთი ერთ-ერთი ესე იგი სწავლება, რომ თუ შენ გინდა რომ მტერი დაამარცხო, მათში ჩამოაგდე განხეთქილება. დააპირისპირე ერთმანეთს და ის ენერგია, რომელიც უნდა შეგეჯახოს შენ, ისინი ერთმანეთში დახარჯავენ. და მე ამას უყურებ, მე დღესაც უყურებ, რომ ესე იგი ვიღაცა ცდილობს, რომ ჩვენ ერთმანეთს შეგვაჯახოს. ნებისმიერ საბაბს ვიღაცა იყენებს, რომ ერი დაძაბოს. ნუ აი ხო არის გარკვეულ ტელევიზიებში ჩართავდა უბრალოდ ნეგატიური ინფორმაციები, თითქოს კარგი არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში. ღვთისმშობლის წილხოთ ქვეყანაში როგორ შეიძლება კარგი არ ხდებოდეს, ან ღირსეული ადამიანი არ არსებობდეს. და აი წარმოიდგინეთ, ვიღაცა ემსახურება ამას და ჩვენ მუდმივად აქ, ესე იგი, ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ აი ამ ურთიერთბრძოლაში და აი ჩვენი აი რუსთაველის პროსპექტი გადაიქცა რაღაცა აი ჩვენი ნებათა ღელვის და გამოსახატა. აღარ განვევრცობი, რომ ეს ენერგიები ჩვენ არ უნდა დაგვეხარჯა ამ მიმართულებით. გაცილებით უკეთესი იყო ყველას პირად ცხოვრებაში დაგვეხარჯა ის ჩვენი არასწორად დახარჯული ენერგია, მაგრამ რუსთაველის პროსპექტია, ეს ჩვენი მთავარი პროსპექტია. ჩვენ თბილისსაც პატივ უნდა ვცეთ, საქართველოს დედაქალაქსაც, მაგრამ განსაკუთრებით რუსთაველს. და აი რუსთაველის სიყვარულს და სიკეთეს გვასწავლიდა, ვინც მოყვარეს აარეძებს, იგი თავისა მტერია და ჩვენ კიდე ვიღაცა დათა თუთაშხიას არ იყოს, აქ ერთი ხელი იგრძნობაო, რა თქმა უნდა უცხოეთიდან, ვიღაცა ცდილობს, რომ ჩვენ დაგვაპირისპიროს ერთმანეთთან და წარმოიდგინეთ, აი ოჯახები იყოფა, სამსახურები იყოფა, ნუ სამეგობრო არ ვიცი როგორ არის, ხა მეგობრები. თუნდაც ნახევრად სიმართლით, მამო.
ხო არა ნებისმიერ მაგათ შემთხვევაში ხა ვიღაცა ხო ეხა ეგრევე ხო არ ეუნება შენ ტყუილს ემსახურებია ეუნება რომ აი ამაში მართალი მაგრამ ეს ერთი მომენტი აი რაც კითხვა დასვი ერთი ეს მინდოდა რომ მეთქვა რომ ვიღაცა გვირევს ხო ვიღაცა გვირევს ჩვენ არ უნდა აურეთ მაგრამ როგორ უნდა მივხვდე როდესაც მე ვწდები როგორ უნდა მივხვდე როდესაც არასწორს ვაკეთებ ან მომაკვდინებელ ცოდვაში ვარ და ასე შემდგომ ამას ვერასდროს ვერ მიხვდები შენით ადამიანი თუ ჩავარდა ცოდვაში დამთავრდა ის ვეღარ წამოდგება სულიერად აი ესე იგი ეს არის ისეთი მომაკვდინებელი დაავადება რომელიც იწვევს ადამიანის სიკვდილს და ადამიანი თავის თავს ვერ გადაირჩენს აი ამ დროს ღმერთი რომ არ ჩაერთოს ჩვენს ცხოვრებაში თვითონ ღმერთი რომ არ განხორციელებულიყო ჩვენ უსაშველო მდგომარეობაში ვიყავით და დღესაც ესეა მაგრამ ჩვენ ღმერთი გვაძლევს ამას თითოეულ ჩვენთაგანს ემსახურება ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანს აი გურამ თოჯანაშვილი ხო ამბობს იმ უკტავს სიტყვებს ძილის წინ მაინც აქვს ადამიანს 10 წუთი ისეთი როდესაც ხვდება ვინ არის რა არის და როგორი არის ჩვენ ყველას გვაქვს სინდისი რომელსაც სინდისი თუ სიკეთე გააკეთე შენ გაქებს სინდისი გიხარია გულს უხარია გულს და თუ ბოროტება ჩაიდინე ნებით თუ უნებურად თუ ნებით ჩაიდინე დიდი ქეჯნა გაქვს თუ უნებურად აი რაღაცა ესეთი ფაქიზად მიგახვედრებს ღმერთი მაშინ როცა დაწყნარდები დამშვიდდები როდესაც დაცხრება ნებები როდესაც გონს მოეგები როგორც ძველად იცოდნენ საქართველოში აი მე ესე იგი სულიწმინდა აგიხსნის და ყველაფერს დაინახავ აი ხელის გულზე დაგიდებს ყველაფერს რომ შენ მიიღო გადაწყვეტილებები ასე რომ არავინ არ არის მიტოვებული ღმერთისაგან თვითონ ღმერთი წინამძღვრობს არა მარტო ქრისტიანებს არამედ არაქრისტიანებსაც აი ფსალმოში უკდავი სიტყვებია რომ საქმეში არა უბრალოდ სუფევს ღმერთი წარმართდა ზედა ესე იგი ღმერთი ყველაფერს განაგებს ყველას უკეთესობისკენ და უკეთესობისკენ მოუწოდებს ჩვენ ქრისტიანებს უბრალოდ გვაქვს უდიდესი პატივი რომ ვეზიაროთ უფალს რომ ვილოცოთ მის წინაშე ჩვენ ვისმენთ მის სიტყვას ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მისი სიტყვა და შევასრულოთ. აი შეიძლება წარმართებს ან სხვას არ კონდეს ამის საშუალება, მაგრამ ღმერთი მათზეც ზრუნავს. და აი ყველაფერზე ზრუნავს, ჩიტზე ზრუნავს, ფოთოლზე ყველაფერზე ღმერთი ზრუნავს. და აი ჩვენ ერთი უნდა შევძლოთ, რომ ვიღაცა მანიპულატორის საკმაოდ მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერი საკმაოდ გავიზარდეთ აი ამ 30-35 წლის მანძილზე და უნდა მივხვდეთ ვინ მანიპულირებს ჩვენით, ვინ ცდილობს ჩვენი წყობიდან გამოყვანას და ასე შემდგომ და პრინციპში უკვე ხვდე მისახვედრს უკვე მიხვედრილი. ყველა ცდილობს, მამა, ყველა შეეცდება ბოროტი ყველას გამოიყენეს. ბოლოს შეიძლება მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ესე იგი ვიღაცამ რაღაცა ჩაგვიგდოს და მე შენ დაგადანაშაულო, შენ მე დამადანაშაულო და ამაში უდიდესი და გული მოუკლათ მე ერთმანეთს. და თუ შეიძლება მამა, აი ეხა აი მაგსა კითხს მივადექი ზუსტად, რამდენად არის ხოლმე რომ ეს ჩვენი ვიწრო ინტერესები არის გამოყენებული. ხა მაგალითად ვიღაცა არის ამბიციური, ვიღაცას მიადგებიან მის ამბიციებს იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ. აი მაგალითად ნებისმიერი ამბოხებული ან ისეთი მღვდელი რომელიც იყო მართლმადიდებელი და დღეს საერთოდ მორწმუნეთაც ვერ უყურებ მე ამ ადამიანს, ბევრი არიან ესეთები, ბევრი რა ცოტა, მაგრამ აი სიტყვაზე გამოიყენეს რა, აი მაგალითად განაწყენდა მამა ლუკაზე და თავისი ეს ვიწრო ინტერესები დააყენა ყველაფერ საქმეზე მაღლა და გამოიტანა საჯარო და მთელი ეკლესია იმასაკნა, რა ქვია, დაამძიმა თავისი ამ საქციელით. აი ამ შემთხვევაში მამა, აი ამ ვიწრო ინტერესებს, აი ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე რომ იყენებს ვიღაც, აი მაგალითად სადღაც შეიძლება სკოლაში ვიღაც პედაგოგს გამოიყენებენ, პოლიციაში ვიღაც პოლიცია და ესე ბევრი ის არის ნებისმიერ იმაში სტრუქტურაში, ხო? აი ამ ვიწრო ჩვენ ინტერესებს, მამა, ჩვენ სიამაყე, ჩვენ მონდომებას რაღაცა ვიღაცამ რო არ გამოიყენოს რაღაცა სტრუქტურის წინაშე, წინააღმდეგ ან რაღაცა როგორ უნდა მოვერიოთ, მამა, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ აი ეს პირადი ამბიციები გღუპავს ჩვენ და მე ერთიანში ხდები და ხვდები რომ ბოროტი ხარ და დააშავ.
იმიტომ რომ ის როცა არის ერთიანი რაღაცა მდგომარეობა, ხო აქედან შენ რო გამოიყოფი და შენ რო კიდე ამას ანადგურებ და გარედან რაღაცნაირად ლურს მას ურჭობ, ძალიან ცუდი არის. აი შეიძლება შენ ხარ ძალიან ცუდი ადამიანი და არ გჯერა რომ სიტყვაზე ცეცხლი, არ გჯერა რომ სიტყვაზე რაღაცას მირონი მოდის, რაღაცა ვიღაცისათვის როცა მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გააუფასო. ხო ჯერ ესეთი ღმერთი საქვს დანაშვები რომ ჩვენ ეკლესიაში ეს ხდება ხო შევინახა რომ ეხა მწვანე კვერცხივით რომ გამოხვედი აქ და ვითომ სხვა ხარ ხო ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა გავაკეთოთ მამაო რა აი ამ ჩვენ ეს პოლიტიკურათაც ეხება ყველას მამაო იმ ადამიანებს ვინც რაღაცა სიტყვაზე თავის ინტერესიდან გამომდინარე რაღაც საშინელებებს უშავებს საქართველოს ხო როგორ შეიძლება მამაო აი ამ ყველაფერს მოვერიო თუნდაც პირადში აი სახში მაგალითად გამაბრაზა ბებია ჩემა და რო ვიყვირო და გამოვიტანო გარეთ ეს ყველაფერი. ვისაც ეს როგორ მოვერიო ამას. ვისაც ეს ბებია ასე რომ ვიღაცა არ მოდის თან არ მაბრაზები. ვისაც ეს მძიმე თემები შემოაქვს ერში. მაგალითად ცეცხლის შესახებ, მაგალითად კალენდრის შესახებ, მაგალითად ყოველი ახალი წელი უნდა დაიწყოს იმით, რომ რატო არის, რომ ჩვენ ჩამოვრჩით მოწინავე კაცობრიობას და ვართ ჩარჩენილი სადღაც. და აი ეს თემები ვისაც შემოაქვს, ეს არის სწორედ იმ ვიღაცის შემოგდებული თემა, რომ ჩვენ ერში კიდე ერთი განხეთქილება გამოიწვიოს. და ვისაც ეს თემა შემოაქვს, მე იგივე დათა თოთაშხიას გავიხსენებ, ბოდიშითო ქალბატონო, მარა თქვენო მოგზავნილი მგონი ხართო მეო. ეს ადამიანი ყველა არის მოგზავნილი. ყველა არის მოგზავნილი. რაც შეეხება ცეცხლის გარდამოსვლა, აი მაგათაც ჩემთვის, მე პირადად არ დავსწრები ვარ ამ ცეცხლის გადმოსვლას, მაგრამ ჯერა რომ ღმერთისთვის ეს შეუძლებელი არის. მჯერა საქმე მოციქულთასი, სადაც არის უწყება, რომ სულთმოფენობის დღეს ცეცხლის ენებით სახით გადმოვიდა მადლი ღვთისა. და ჩემშიც არის ეს ცეცხლი. ჩემში არის ცეცხლი. და ამას სხვათა შორის მეცნიერები ამტკიცებენ და არ ვიცი ხა თავს ვერ დავდებ, მაგრამ ამბობენ, რომ 4% ადამიანში არის ცეცხლი. და ადამიანი ძალიან გენერატორია, ელექტროენერგიასაც გამოიმუშავს და ანუ ცეცხლი გვაქვს ჩვენ. და რაც შეეხება მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას, იქ მართლმადიდებლებთან ერთად დაშვებულია მონოფიზიტი არქიმანდრიტი თუ ეპისკოპოსი არ ვიცი, სომეხთა და იქ რომ მართლმადიდებლები რაიმეს თაღლითობდნენ, პირველი იყვირებდა ის რომელიც იხვის რომ მართლმადიდებლობა კი არ არის ჭეშმარიტი, ესენი თაღლითები არიან და ჭეშმარიტება აგერ ჩვენ ვართ, იმიტომ რომ სიმართლის ხარეს ვირჭერთო. ამიტომ ესეთი, მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ მართლმადიდებლობა და მონოფიზიტობა და როგორი მართლმადიდებლობასთან როგორ დაპირისპირებაში არიან მონოფიზიტები. ეს უნდა ვიცოდეთ ისტორია, რომ მივხვდეთ რომ იქ არანაირ შეღავათს არ გაგიწევს ის მონოფიზიტი არქიმანდრიტი თუ ეპისკოპოსი და ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი სარწმუნო ერთ-ერთი ესეც არის რომ აი ვთქვათ ის სომეხი არქიმანდრიტი არის იქ დაშვებული რომელიც შენ თავის რელიგიის რეკლამას უფრო გააკეთებდა ვიდრე ახლა შენი მართლმადიდებლობის წინ წამოწევას მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ეს თემები სადღაც მუშავდება და მე ჩვენში უშვებენ და მე ჩვენ აქ იტყვის ერთი და ნუ დაიწყება ერთი ამბავი და ნაცვლად სიმშვიდისა გვაქვს მუდმივი დაძაბულობა, მუდმივი ცეცხლი. სპეციალურად, აი ეშმაკი ვერ ხარო. საავდგომოდ ეს არის, ახალ წელს ის არის და ნუ ეშმაკის ის არის რა, რომ ეშმაკი ვერ ხაროს მაგ პერიოდში და ვინც აი ამ თემებს წიწევს, ხო ის ბოროტის იმას ასრულებს. თან მამო, წარმოგით მამო, მართლმადიდებლებზე რამდენი ფული იხარჯება, რომ დაუკნინდეთ რა და ის მომენტი აღმოჩნდეს, რომ აი მართლმადიდებლები რა ცუდები ვარ და ეხა იმ ფულს არ დახარჯავდნენ, რომ ის არ გამოეჩინათ სიტყვაზე თუ ყალბია, რაღა ფულებს დახარჯავდნენ, აი ყველა არაფერს არ გვარგებდნენ საერთოდ, აი ჩხილი რო აქვს უყურდეთ. მონოფიზიტს ვერავინ ვერ დაასწრებდა. ვერავინ ვერ დაასწრებდა სიმართლის გამოაშკარავებას. ვერავინ ვერ დაასწრებდა და ჩემი აზრით, ჩემთვის არც ერთი არგუმენტი მისაღები არ არის. ერთი რომ ჯერ ერთი ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის და მე მეორე რომ მონოფიზიტი ამას არ გაატარებდა. და რაც შეეხება და არანაირი მოლაპარაკება რო არ არის ჩვენ შორის, ეს ჩანს უკვე 1600 წლის მანძილზე. და პირიქით მონოფიზიტებმა მართლმადიდებლები დაგწყებლეს თავის დროზე. მანდ დვინის კრებაზე 506 წელს თუ 502 წელს ეგ აღარ მახსოვს.
წარმოიდგინეთ. ხო და ეს მდგომარეობაა და მანდრო მარტო მართლმადიდებლები შედიოდნენ, კი ბატონო, მაშინ არგუმენტია რაღაცა, რომ აიცი მე არ მწამს. მაგრამ სარწმუნო, აი ნებისმიერი ცეცხლი, მაგალითად, აი ასანთით ავანთე სანთელი, ხო? ეს ჩემთვის არის სასწაული. ცეცხლის ბუნება ეს უბრალოდ სასწაულია. ტოტიდან, გამხმარი ტოტიდან, ასე ვთქვათ, გამხმარი ტოტიდან ფოთოლი რო გამოდის, ესეც სასწაულია ჩემთვის და აი ყველაფერს უნდა შევხედოთ უბრალოდ სხვა თვალით და თუ სხვა თვალით არ უყურებთ, მე მგონია რომ მოგზავნილები არიან, რომელთაც უნდათ რომ ჩვენში სიმშვიდე დაკარგონ და დაპირისპირება გამოიწვიონ. და თუ სადღაც არის დიდი ცივილიზაცია, თუ სადღაც არის ძალიან დიდი განვითარება, თუ სადღაც არის ძალიან დიდი ნათელი, ეს უნდა დაგვანახონ. იმიტომ რომ ნათელი ღმერთის გარეშე არ არსებობს, ნათელი ზნეობის გარეშე არ არსებობს, კულტურა ზნეობის გარეშე არ არსებობს. იმიტომ რომ კულტურა ღმერთის გარეშე არ არსებობს. და თუ მაინც არსებობს რაღაცა ვითომ კულტურა, ვითომ თეატრი, ან ვითომ რაღაცა, ეშმაკთან ერთად შეუძლიათ იარსებონ. და ამის მეტი რა არის კაცობრიობაში? ეშმაკისგან, ასე ვთქვათ, შემოშვებული ფსევდოკულტურა. გაფეიკებული და თემუდან გამოწერილი. ხო, კი, ესეთი ჩინური ვარიანტი კულტური. ხო და თუ შეიძლება რომ აი ამას როგორ უნდა იმას გქენდო რომ ხალხში ფოთი არის, იცით რა არის ძალიან ბევრი, აი გარკვეულწილად თან ამხელა სიბოროტეა რომ შენ ადამიანი ჯერ ღმერთმა დაუშვა, მაგრამ ადამიანებმა რაღაცას წალობენ, რაღაცის ჯერათ, რაღაცას იმაშვებიან და შენ აქედან ვითომ ძალიან ცოდნე რომ გამოდიხარ და რაღაცებს აფუჭებ, ეს არა მარტო რელიგიურად, სხვა სფეროებში ხდება ხოლმე ესე რა, იმიტომ რომ მართლა ბეწვის ხიზე გადის აი საქართველოს ხო თუნდაც და რამდენი ადამიანები არიან რომ მტრობენ საქართველოს თავისი უბრალოდ არა იმით რა ქვია საუბრებით და რაღაცნაირად თვითონ თავისი ცოდნით ჭყალებში ვისა თუნდა უბრალოდ არა ალბათ უკვე მიზანმიმართულად კი მიზანმიმართულად მაგრამ ბოროტულად აი რატო ხო შეიძლება რომ გამოადგეს საქართველოს იმიტომ რომ მაინც ხო არ უნდა გარდაიცვალო იმ ცეცხლში რომ დაიწვევი მე მიხვდე რომ სიტყვაზე ეს ცეცხლი ნამდვილი იყო და არ წავდა სიტყვაზე და მართლა რომ წავს მე იმ ცეცხლში მოხდები ან რაღაცა ისტორიკოსი რო ხარ რაღაცა რო აყალბება აფეიკებ რაღაცებს ხო ან ლექტორი რო ხარ ეს ბერძენიშვილები და ეს ნაწილები რო არიან კიდე ეგენი კიდე ცალკე რაღაცა იმენა საშინელებები ავიცი მე და აი არ ვიცი რა დავარქვა ამას კიდე ცალკე პრობლემები წარმოიდგინეთ და ამდენი პრობლემა და კიდე ვიღაცა ჩვენიანი რო გქვია მხოლოდ ჭყალებში ეს რაღაცის აი ესე გარეთ გამოტანა და ესეთი ამით რაღაცნაირად იცი რა არის ეშმაკის წისქვილზე არის წყლის დასხმა პირდაპირ მე არ ვიცი ხა ეს შეგნება და ის სად არის აი ჩვენი პატრიარქი მე ახალი მონათლული ვიყავი 91-ში მოვინათლე მაგრამ აი პატრიარქი ამას ქადაგებდა 93-94 წლებში რამდენჯერმე იქადაგა მე პირადად დავესწარი ამ მის ქადაგებას ანუ წირვის შემდგომ და ესეთ რამეს ამბობს რომ ფრთხილად იყავი თუ ისეთი დრო ახლოვდებაო როდესაც ღმერთი იწყებსო გარჩევასო ადამიანთა გარჩევასო აი როგორც სახარებაში არისო მწყემსი გაარჩევსო ფარასო თხები ცალკე ცხვრები ცალკე ასე იწყებსო ღმერთი კაცობრიობის გარჩევასო და მართლაც მოვიდა ეს პერიოდი კი არა და რამდენიმე წელიწადია გრძელდება და მართლაც ესეა ესე იგი ორად იყოფა კაცობრიობა ან სიმართლის მოყარე ხარ ან უკეთურების ან სიკეთე ან ყველაფერი რომ მიღებულია შენთვის და აი ამას ეფრემასურიც წინასწარმეტყველებს საუკუნეებით ადრე რომ ბოლო ჟამსო ესეთი პერიოდი დადგებაო რომ ესე იგი ორი ნაწილად გაიყოფა მსოფლიო იქნება ღმერთისა და სიკეთის უსაზღვროდ ერთგული და კეთილი ადამიანებიო და იქნებიანო ცოდვაში უსაზღვროდ დაცემული ადამიანებიო. აი დღეს უკვე ნათელი ხდება, რომ აი რაღაცა შუა აღარ არსებობს უკვე. შუა გაიკრიბა. ისეთი სიტუაციაა უკვე შექმნილი მსოფლიოში, რომ ადამიანმა თავის პოზიცია უნდა წარმოადგინოს, თავის გულში ხო რაღაცას ფიქრობს. ან მოტყუებულია და მართლა წაიღებს დინება, ან ვერ მოატყუებენ და დარჩება ღირსეული.
და ეს პირადი ბრძოლაა და ამას ეს პირადი ბრძოლაა, ეს შენი ცხოვრება, ამიტომ უნდა გაიმარჯვო შენს ცხოვრებაში. შენ ღმერთი გიწინამძღვრებს. ჩვენ ამიტომ ლოცულობთ, რომ ესე იგი ღვთის მადლი მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენში, რომ ჩვენთვის რაიმე გაუგებარი არაფერი არ იყოს და ჩვენ აუცილებლად ღმერთი გვიწინამძღვრებს. და ნებისმიერ ადამიანს უწინამძღვრებს, ნებისმიერს. უფალი ამბობს, ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით. ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ყველამ უნდა გააკეთოს თავის წინამძღვრად, თავის მრჩევლად, თავის თანამებრძოლად, თანამშრომელად. ღმერთი უნდა აირჩიოს, უნდა აირჩიოს. მათ შორის ჩვენმა ერმაც, რომელსაც ასე ვთქვათ დიდი სანათესაო და ის არ გვყავს ამ ქვეყანაზე და ჩვენ ყოველთვის ღმერთის ერთგულებით და ღმერთთან ერთად ცხოვრობდით და ჩვენ როდესაც შენ ღმერთთან ერთად ხარ ძალიან დიდი ძალაა შენში ამას ხო სინერგია ქვია ღვთისმეტყველურად როდესაც შენი ენერგია ღმერთის ენერგიას უერთდება და ეს არის რაღაცა წყუდიადის დამანგრეველი ენერგია და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ეს ენერგია მოვიპოვოთ მაგრამ თუ ამას ვერ მოვიპოვებთ, ვერავინ ვერ გვიშველის, ვერავინ. ისე გაგთელავსო ეს ქვეყანაო, როგორც დიდოელ ლექსო, დიდოელი ლეკი თელავს ნაბადსო. და ჩვენ ვიცით რომ ნაბადი ითელება რამდენიმე დღის მანძილზე და საგულდაგულოდ. იმდენად რომ წყალი ვეღარ აღწევს მასში და ეს საგულდაგულოდ გაგთელავს ეს ქვეყანა. მოგვეშლება ნერვები, ვერ წარმატებით, როგორ უნდა წარმატო, როდესაც მთელს ენერგიას, ვთქვათ, სულ ამ პოლიტიკურ პროცესებზე ხარჯავს ერი, როგორ წარმატები. შენ ყველაზე დიდი სიმდიდრე, აი ზოგადად რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი სიმდიდრე დღეს წარმოგვიდგენია, რომ ოქრო ვერცხლი და ფული. ესე არ არის. ყველაზე დიდი ენერგია, ყველაზე დიდი სიმდიდრე ეს არის ენერგია. საღვთო ენერგია, რომელიც შენშია, ადამიანური ენერგია. გააქვს ენერგია, ნიშნავს, რომ ღმერთი მოქმედებს, გაძლევს ამ ენერგიას, მაგრამ არასწორად არ უნდა დახარჯო. აი მე ყოველდღე მომდის ეს ენერგიები, ყოველთვის მაქვს ეს ენერგია, მაგრამ მე უნდა გამოვიყო კეთილი ნაყოფი. და რას გავაკეთებ ამ ენერგიით? აი ისევე როგორც ფული რომ აქვს ჯიბეში, რასაც როგორც მინდა ისე დავხარჯავ, თუ მინდა გადავყრი, თუ მინდა გონივრულად დავხარჯავ. ასეა ენერგიაც და ამ ენერგიას უნდა გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ მტერი ამ ენერგიას გვართმევს. ამ ენერგიას გვართმევს. და უბრალოდ უკვე სასაცილო ხდება ის მაგალითად ვითომ პრობლემები რომელსაც მე უყურებ 10 წლეულებია, რომლის გამოც სურთ რო ერი და აპირისპირო. თუნდაც ეს ცეცხლი გადმოდის, სიმართლე არის თუ არ არის სიმართლე. ან რომელი ახალი წელი, ესე იგი, ძველი კალენდარი ძოვია თუ ახალი კალენდარი და მე დაგისვა მეკითხა, უნდა დააუწყო ის, რა ქვია, დაწვრილებითი მოყოლა და მე მაგალითად აღარ უყვები, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს არის შემოგდებული თემა და თუ გინდა მეცნიერული პასუხი, აი ჩართე და აი მამა ბიზინა გუნიას მოусმინე. მე რა უნდა დაგიმტკიცო მამა 60 წლის რო ხარ და 50 არა, ეს თემა არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიჩხუბოთ. ჩვენ რო ვიჩხუბოთ. რა გინდა შვილო წადი რა სხვა რაღაცა ვერ ნახე რაღაცა წადი წიგნი დაწერე რაღაცა აღსარება დადებითში უნდა დავხარჯოთ ენერგია არ შეიძლება არა და ჩვენ ძალიან ენერგიული ერი ვართ აი ამას ჩვენი სპორტსმენები ამტკიცებენ ჩვენი ხელოვანები ამტკიცებენ როგორი ცეკვები აქვს ჩვენს ერს როგორი სიმღერები აქვს როგორი ენერგიული სიმღერები აქვს ჩვენ ერს მე მეუბნებიან დამიმტკიცე რომ მეცინება ხოლმე ხა მე რა უნდა დაგიმტკიცე ამ ხელა კაცს ღმერთი თუ არ გწამს ან რაღაცა მსგავსი რაღაცები მე რა უნდა დაგიმტკიცო მე არა რაღაცა არ მესმის მომავალ და მომკალი რა რატო ეს არის შეგნებული მტრობა თუ რა არის არ ვიცი აი მინდა რომ მართლა არ იყოს მტრობა რა გეფიცებ ეხა იმ დღეს აი რაღაცნაირად ეხა ისე მიხარდა ბორჯომის ხალხი რომ ჩამოვიდნენ ხო მე უფრე ამდენი შეგნებული მტერი ყავდა ის და ამდენი ხალხი მაინც დაუდგა ამ ხელას ნიშნავს მომავალ რა და აი ქართველებს ეს გააჩნიათ მომავალ რა შეიძლება ბნელოდეს მაგრამ თითო სანთლით მაინც გამოვლენ და გვერდში დაგიდგებიან და მადლობა მართლა ყველა იმ ერთგულ ადამიანს აი ვინც ფიქრობს ვისაც პატრიარქი მთავარია და პატრიარქი არის ავტორიტეტი და ის სასულიერო პირები ვინც მე უფე დანიელი როგორ უნდა გიყვარდეს ახლა ადამიანი მართლა მთელი ეპოქა შექმნა და მე მღვდელი არ მომიყვანია მამოაქ რომ მასთან გადაკვეთა არ ქონდეს შანსი არ არის რა ამ ხელაკაცი ამას თუ არ დააფასებ ჩვენ ეკლესიაში ღმერთი მაშინ ვერ იქნება
იმიტომ რომ ესეთი ადამიანი მოგივლინა ღმერთმა და შენ რომ ამას არ დააფასებ, ხო? მე ნაწყენდება შენზე ძალაუნებურა და გავითვალისწინოთ ეს ყოველთვის გეხვეწებით არიან ადამიანები, რომლებიც აი ძალიან ფაქიზად უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ ესენი არიან ღმერთ კაცები რა. მამო, მადლობა დიდი რომ ხართ იმისათვის 3 წუთი დარჩა ბოლოს და რას გვირჩევთ, მამო, ჩვენი ცხოვრება, რომ რაღაცა ჭანჭიკებმა არ წაიღონ და ჩვენ რო გარდავიცვლებით, დიდი მანქანა შექმნა და არა ის რომ აი სიტყვაზე რაღაცა ვინ იყო და აი ეს იცი ვინ იყო, აი იმაზე დაობდა მთელი ცხოვრება, ამაზე დაობდა და წავიდა მიწაში და არაფერი არ გაუკეთებია. ერთი პროვოკატორი იყო სიტყვაზე, რო იტყვიან. ეგ რო არ თქვან, ხო, მოგზავნილი გონი ხარ და აი მართლა ეგ რო არ. თუ შეიძლება, მამა, უბრალოდ ცხონება უნდა ყველას და ესეთი ხედვით, მამა, ვერ ცხონდებ, იმიტომ რომ ყველაზე მოკლედ უფალი ამბობს, როდესაც ეკითხებიან, რომ თავარი მცნება რა არის. თავარი მცნება არის შეიყვარო ღმერთი მთელი შენი სულით, გულით, გონებით, მთელი შენი შესაძლებლობით. და მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ანუ შენი მოყვარე, შენი კეთილის მყოფელი, შენთვის სიკეთის მსურველი, შენ უნდა შეიყვარო როგორც საკუთარი თავი. და ეხლა წარმოვიდგინოთ, როდესაც შენ ღმერთი გიყვარს და როდესაც შენ მოყვასი გიყვარს და ესე იგი ისეთ დიდ ენერგიას აგროვებს, ისეთი დიდი ენერგია გიგროვდება, შენ ნელ-ნელა ღმერთის სიყვარულით უვნებო ადამიანი გახდები. ენერგიას არაფერზე აღარ დახარჯავ, ნეგატიურზე, არაფერზე. აი ნებისმიერი ცოდვა აკარგიებს ადამიანს ენერგიას, მაგალითად მრისხანება, მაგალითად მრუშობა, მაგალითად ლოთობა, ეს ყველაფერი ენერგიას ესე იგი ძირგავარდნილ ნავს ემსგავსები, რომელიც მე იძირება და თუ ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს, ისეთი ენერგიები დაგროვდება, რა ენერგიაც ღმერთს აქვს და ასეთი ადამიანი კი არა, ქვეყანა აშენდება, ასეთი ღვთისმშობლის სიყვარული ქვეყანა კი არა, სოფლიოს ავაშენებთ. სოფლიო დიდი ენერგია აქვს ჩვენს ერს ძალიან, უბრალოდ არასწორად არ უნდა დაიხარჯოს ეს ენერგია და მიზანმიმართულად. უნდა დავიცვათ საღვთო ცნებები, შევიყვაროთ ღმერთი მთელი ჩვენი ძალით, როგორც გესმის, ისე შეიყვარე ალალად და მოყვასი შენი, შეიყვარე ალალად და ნუ შენ ენერგიული გახდები. ძალიან დიდი მადლობა. მამო, უღრმესი მადლობა იმისაც რომ ხართ, მამო, ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და რა ვიცი, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აი მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ბრძოლა არის ეკლესიის წინააღმდეგ, ყველა დაუპირისპირდა საერთოდ, ვისაც შეეძლო, ვისაც პატარა რაღაცა ის ქონდა ნაკლი, ყველა გამოავლინა ეკლესიის წინააღმდეგ ეს თავისი მინუსები, თავისი ჩვევები რაღაცა და აი ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, იცით რისთვის, აი ადამიანს რო ნახავთ გაუბედურებულს, მასზე სიუჟეტს, ყველაფერს და მაინც რო გვერდჩიუთ გახართ ხოლმე. აი ეს ადამიანები ხართ ნაღდი ქრისტიანები, რომ როცა ჭირდებით ზუსტად მაშინ რო ხართ ეკლესიის და იმ ხალხის გვერდით, ვინც აი ჩვენ ეკლესიას წარმოადგენს და აი თქვენი იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა მართლა ნურას დროს. იმიტომ რომ დიდი მადლობა რა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ძალიან დიდი პროპაგანდა არის ეკლესიის წინააღმდეგ და ამ ყველაფერს რო უძლებთ, გადალახავთ და მე ეკლესიაში მოდიხარ და თქვენზე არ მოქმედებს. ესე იგი თქვენში ღმერთმა გაიმარჯვა და არა ეშმაკმა და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის და აი ეს პირედი ამბიციები რაღაცები გადავდოთ კიდე ზოგი ბევრი სასულიერო პირია ბევრი ის აი ვინც აი ესე რაღაცნაირად ჩვენი თითქოს საქმეებით ვაშავებთ ხოლმე და პირიქით კი არ ვაკეთებთ რა ბედნიერებას გისურვებთ თქვენ მრევლს და ციხეებს განსაკუთრებით მოვიკითხავ და იმ გაჭირებულ ადამიანებს ვინც რაღაცნაირად საჭოს არიან მიჯაჭვული რაღაცა პრობლემა აქვს ბედნიერებას გისურვებთ კარგად ზანდებოდეთ რომ მამა ლუკას უპატაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი ხვალ ძალიან მაგარ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით კიდევ აუცილებლად საღამოს 8 ნახევრისათვის თქვენთვის საყვარელი სტუმარი მეყოლება და აუცილებლად უყურეთ